მე ვარ იმიტომ რომ დღეს მე განსაკუთრებით ჩემი ოჯახი წევრები იყვნენ ხალხის მტრები და მე ვარ ამ ხალხის შთამომავალი, ხო? ვიცი რომ მე თუ დღეს აქ არ დავდგები, ხვალ საერთოდ არავინ არ დადგება ჩემს დასაცავად. ამიტომ მე მგონი ყველა უნდა დავდგეთ იმ ხალხის დასაცავად, ვინც ჩაგრება, იმიტომ რომ ძალა ერთობაშია. სხვანაირად ჩვენ ვერ მივაწვდენთ ხმას და სიმართლეს ვერ დავიცავთ. არ შეიძლება რომ ერთი ადამიანი ჩაგრებოდეს და სხვები შვიდად და წყნარად უყურებდნენ ამას. დღეს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც ყველა ქართველს, ყველა საქართველოს მოქალაქეს გვაქვს, არის ის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი სახელმწიფო. ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენის საფუძველი მდგომარეობს ჩვენ სოლიდარობაში. თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც დღეს ფიზიკურად რეჟიმის მსხვერპლია და ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ ბრძოლის წინა ხაზზე არის. შესაბამისად, ხმზიამაღლებელი სიმბოლო არის, იმიტომ რომ განსაკუთრებული სისასტიკით ჯის რეჟიმი, მაგრამ ამ სისასტიკეს ასევე განიცდის ბევრი ის ადამიანი, ვინც აპროტესტებდა თვეების განმავლობაში. შესაბამისად, მთავარი გზავნილი არის ის, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ გეოგრაფიულად დედამიწის რომელ კუთხეშიც ჩვენ ყველანი ჩვენი ქვეყნის შვილები ვართ და ჩვენი სოლიდარობა ძალიან ძლიერი იარაღია ტირანიის და დიქტატურის დასამარცხებლად.